სამი ნიშანი მეგობარო იმისა, რომ უკვე დაავადების ტყეზე ხარ. პირველი ეს არის ერთადერთი ინტერესი ცხოვრების ხალისი მუღამი რაც გაქვს, დილით კონდეს ნარკოტიკი, ხორტიცა, ან ოსასუნა ფენერბაჩეს ფული. მოკლედ ერთადერთი ინტერესი ჩემი ცხოვრებისეული მიზანი არის დოზის ფული ან თამაშის ფული. თუ ცუდად ხარ, მხოლოდ და მხოლოდ ამაზე ფიქრობ, თუ კარგად ხარ, უკვე ფიქრობ შემდეგი დოზა და შემდეგი თამაშის ფული სად მოიწიო. მეორე მეგობარო რაც არის, წყვეთ საკუთარ თავზე მზრუნველობას. რა არის ზოგადად საკუთარ თავზე მზრუნველობა? კვირაში ერთხელ ბანაობ, სამ კვირაში ერთხელ იცვლი ტანსაცმელს. რა ვიცი, თეთრეული თუ ვინმე არ გამოგიცვალა საწოლში, შეიძლება ისე იყოს თვეობით. მოკლედ არანაირი ინტერესი არ გაქვს, როგორ გამოიყურები, რას ჭამ, როგორი სუნი აგდეს და ასე შემდეგ. ისევ და ისევ ერთადერთი მიზანი გაქვს, კონდეს ნარკოტიკი, სასმელი ან რა ვიცი, სლოტების ფული. და მესამე მეგობარო, ალბათ ერთ-ერთი ფუნდამენტური რაღაც რისგანაც შედგება ზოგადად ადამიანის შინაგანი სამყარო, ეს არის პრინციპები, ხო? იწყებ შენს ცხოვრებისეულ პრინციპებზე ფეხის დაბიჯებას. იმას, რასაც ადრე არასდროს არ წარმოიდგენდი და არ გააკეთებდი, დღეს ნარკოტიკის, თამაში, სასმელის გამო შეგიძლია გააკეთო, თქვათ, შეგიძლია სახლიდან დაუკითხავთ რაღაც ნივთი წაიღო, საკუთარ თავი დააჯერო, არაუშავს ჩვენი არის, მე დაალომბარდო, აკარგო. შეგიძლია ტყუილზე დაიფიცო, რა ვიცი, შვილი, დედა, იმისთვის რომ დოზა მიიღო. ხანდახან შეიძლება დაიგინო კიდეც იმისთვის რომ ვიღაცა დაარწმუნო, მყარად რომ ფული დაგერიცხოს. და ნელ-ნელა ხვდები მეგობარო, რომ ამ შენ ტყუილებში შენ თვითონ ეხლართები, იმიტომ რომ დრო და დრო ადამიანები ხვდებიან, ხო, რომ ვატყუებ, ანუ სულელი არავინ არ არის და ეს რას იწვევს? პატივისცემის დაკარგვას, მეგობარო, ამ პატივისცემის დაკარგვას შენ ხვდები ნელ-ნელა, რომ როგორ ხვდები, რომ შენსგან ხალხი მიდის, ხო, ეს შენი სოციუმი ვიწროვდება და მხოლოდ რჩები, მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთანაც მაგალითად, რა ვიცი, პრიტონში დადიხარ ქსინის ან მომხმარებელია, მეტი არავის არ უნდა შენთან ურთიერთობა, ან ბოლოს რჩებით შენ და ბოთლი მარტო, ან შენ და სლოტი, ან შენ და ინსულინი. ამიტომ მეგობარო, თუ ამ ჩემს საუბარში შენი თავი აღმოაჩინე, პირველი რა რეკომენდაციაც მექნება, დაელაპარაკე ყველაზე ახლობელ ადამიანს, ვისაც ენდობი, რომ ცუდად ხარ, გაუზიარე შენი პრობლემები და ითხოვე დახმარება. დანარჩენი სრული პასუხისმგებლობით გეუბნები, თუ გადაწყვეტ, თუ სურვილი გექნება მაგ მდგომარეობიდან გამოსვლის, გზა არის და ყველაფერია შესაძლებელი. მე გისურვებ მეგობარო, მშვიდ და პროდუქტიულ დღეს. მადლობა რომ ისმენდი.